გუშინ გეგმა გამოქვეყნდა ალიანსის, რა თქმა უნდა, ძირითად საკითხებში ვერთდახული, რა თქმა უნდა, კანონი რომ უნდა შეიცვალოს, რა თქმა უნდა, საარჩევნო ადმინისტრაცია რომ უნდა შეიცვალოს და ასე აგენიზნებაზე არ უნდა ჩატარდეს. რა თქმა უნდა, პირველ რიგში ემიგრაციაზე ხმისუფლება უნდა დაუბრუნდეს. რა თქმა უნდა, ამ ყველაფერში ძირითადებში ვერთახმები, მაგრამ კიდევ გამოჩნდა მათ განცხადებაში, რომ ესე იგი საარჩევნო ადმინისტრაციაო უნდა დაკომპლექტდეს ბარიერ გადალახულით. კი, მაგრამ მაშინ კითხვას ვსვამ, ეს არჩევნები მარტო თქვენსა გაყავდა? თქვა პატრიოტიზმისთვის, შალვალათილაშვილისთვის არ გაყავდა და ვართ დარწმუნებული, რომ მან ვერ გადალახა ბარიერი. არ თუნდაც პატრიოტთა ალიანსი, რაც ამ პოზიციაზე იყოს პატრიოტთა ალიანსი, მაგრამ მისთვის არ გაყავდა და შეიძლება მანაც გადალახა. ვიცით, ვინ გადალახა რეალობაში და ვის გადაალახიე? ეს საერთოდ ვიცი. რა თქმა უნდა გაფორტებდეს არეალი, რა თქმა უნდა, თუ კარგი იქნება, თუ ახარიაც და ხაზარაძე ზავის, ახლა თუ შემოუერთებიან ნამდვილად, ნამდვილად არ იქნება ცუდი, იმიტომ რომ ამ პარტიებმა ვინც ახლა ხართ ალიანსში, ვინც თქვა ბარიერი გადალახულები ხარ, 12 წელიწადია, თუ 14 ებრძვით და ვერაფერი ვერ უქენით. თუ ეს არ გაიზარდა, რა გარანტია რომ ახლა მეერევით? არ ვიცი და აუცილებელია კიდევ ვიმშველოთ იმაზე, რომ 3%, 5% თუ არ დაიწია, იქნება კატასტროფა ჩემი აზრით, იმიტომ რომ ახლა კი უძახით თავს ბარიერ გადალახულებს, მაგრამ ის მერე რეიტინგის დაგივარდათ, ხალხიც გამეგექცათ ემიგრაციაში, არ ვიცი, 1000 უბედურება დატრიალდა ქვეყანაში და 5% რამდენი გადალახავთ, ისე მართლა საეჭვოა. ვისაც გონია თუ გადავლახოთ, შეიძლება იმენაც ვერ გადალახოთ. ამიტომ ასე არ შეიძლება, ყველანი უნდა ჩაერთონ, ყველანი, განსაკუთრებით ემიგრაცია აუცილებლად უნდა ჩართოთ მეტი ფართეთ. მადლობთ ყურადღებისთვის.